წარმოიდგინეთ მკვლელი, რომელიც არ იმალება. ის წერს გაზეთებს, დასცინის პოლიციას და ხალხს ეუბნება: მე ისევ აქ ვარ, თქვენ ვერავინ დაგეხმარებათ. ის არასოდეს დაუჭერიათ. არავინ იცის მისი ნამდვილი სახელი. ეს არის ისტორია მკვლელზე, რომელიც დაუსჯელი დარჩა. 1968 წლის ბოლოს კალიფორნიაში დაიწყო მკვლელობების სერია, რომლებმაც ქალაქის ცხოვრების ტემპი რადიკალურად შეცვალა. ახალგაზრდა წყვილები, სწორედ ისინი იყვნენ მკვლელის მთავარი სამიზნე. ის მოქმედებდა სწრაფად, უემოციოდ და შეცდომების გარეშე. პოლიციას არ გააჩნდა არანაირი სამხილე, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა ან მისი მოტივი გაიგო. და სწორედ ამ დროს სან-ფრანცისკოს წამყვან გაზეთებში მოდის წერილი, რომელშიც წერილის ავტორი დეტალურად ყვება მკვლელობების შესახებ და მათზე პასუხისმგებლობას მთლიანად თავის თავზე იღებს. წერილთან ერთად გაზეთებმა მიიღეს დაშიფრული კოდები და მკვლელის ხელმოწერა ზოდიაქო. წერილის ავთენტურობა ეჯვგარეშე იყო, რადგან დანაშაულის ასეთი დეტალური აღწერა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენ შეეძლო. 1968 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 11 საათისთვის, ლეიქ-ჰერმანის გზაზე გაჩერდა ავტომობილი, სადაც შეყვარებული წყვილი, 17 წლის დევიდ არტურ ფარადეი და 16 წლის ბეტი ლუ ჯენსენი ისხდნენ. ეს იყო ახალგაზრდა წყვილების საყვარელი ტერიტორია, ტყით-გარშემორტყმული და პრაქტიკულად უკაცრიელი, სადაც შეყვარებულებს ხელს არავინ შეუშლიდა. თუმცა ამ შემთხვევაში დევიდს და ბეტს არ გაუმართლა. იმ დღეს მათგან ოდნავ მოშორებით გაჩერდა ავტომობილი, სადაც იჯდა კაცი, რომელიც მათ აკვირდებოდა ჩუმად, ყოველგვარი შიშის და ხმაურის გარეშე, როგორც ნადერი მსხვერპლი. გამოძიების მიხედვით პირველი გასროლა მოხდა მანქანის შიგნით მყოფ მამაკაცზე. სასამართლოს სამედიცინო დასკვნის მიხედვით, დევიდი დაიჭრა თავის არეში, ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, რაც მიუთითებს, რომ ის ან ავტომობილში იჯდა, ან გადმოდიოდა და რატომაც ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ბეტი შეყვარებულისგან განსხვავებით გადმოსვლა მოახერხა და გაქცევას ცდილობდა გზის გასწვრივ, რა დროსაც ზოდიაქო მას ზურგში რამდენიმეჯერ ესროლა. გასროლის რაოდენობების და ნატყვიარების მიხედვით, კრიმინალისტებმა დაასვენეს, რომ სერიული მკვლელის თითოეული გასროლა იყო მიზანმიმართული. ის არ იყო პანიკაში და არც მოქმედებდა ქაოტურად. ასევე დადგინდა, რომ ზოდიაქო არ მიახლოებულა სხეულებს გასროლის შემდგომ. არ გადაუმოწმებია პულსი, არ დაუტოვებია არანაირი კვალი და არც რაიმე შეტყობინება. პოლიციის განმარტებით, მკვლელობის ადგილზე არ იყო ბრძოლის ან ძარცვის კვალი და ვერ დადგინდა თავდამსხმელებს და მსხვერპლს შორის პირადი კავშირი. სწორედ ამიტომ, პოლიციამ სწრაფადვე გამორიცხა ძარცვის და შურისძიების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. 20 დეკემბრის ღამე ჩაითვალა ტრაგიკულ, მაგრამ ცალკეულ მკვლელობად. ხოლო თვეების შემდეგ, როდესაც გაზეთებში წერილები გამოჩნდა, გამომწვევლები დარწმუნდნენ, რომ ლეიქ-ჰერმანის გზა იყო ზოდიაქოს პირველი დაასტურებული ნაბიჯი მკვლელობების სერიაში. 1969 წლის 4 ივლისს, გვიან ღამით, ვალეხოს მახლობლად მდებარე ბლუ როკ სპრინგსის პარკინგზე მანქანით გაჩერდა ახალგაზრდა წყვილი, დარლინ ფერინე და მაიკლ მეგაუ. ადგილი ღამით ხშირად გამოიყენებოდა ახალგაზრდების მიერ, თუმცა იმ მომენტში ტერიტორია თითქმის ცარიელი იყო. პირველად მათთან ახლოს სხვა ავტომობილი გაჩერდა, შემდეგ კი მალევე წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ იგივე მანქანა დაბრუნდა. ეს დეტალი გადამწყვეტია, რადგან მიუთითებს, რომ თავდამსხმელი განზრახ დაბრუნდა, უკვე გადაწყვეტილებით. მანქანამ მსხვერპლთან ავტომობილის უკან გაჩერდა. თავდამსხმელი გადმოვიდა და ფარით გაანათა სალონი, თითქოს პოლიცია ყოფილიყო. ეს ქმედება არ იყო შემთხვევითი. მან მსხვერპლები დეზორიენტირებულ მდგომარეობაში ჩააგდო. შემდეგ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო სროლა მანქანის შიგნით. ცეცხლი გაიხსნა ახლო მანძილიდან, სალონისკენ, ცხოველისა და მგზავრის მიმართულებით. დარლინ ფერინე რამდენჯერმე დაიჭრა. ჭრილობები ძირითადად სხეულსა და ზურგის არეში ჰქონდა. ის მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა. მაიკლ მეგაუმ მძიმე დაიჭრა ასევე, ტბის, კისრისა და მხრის არეში. მიუხედავად ამისა, მან გადარჩენა მოახერხა და მოგვიანებით პოლიციას დეტალური ჩვენება მისცა. მისი დახმარებით გაჩნდა მკვლელის პირველი ფოტორობოტი. აი, როგორ აღწერა დაზარალებულმა ზოდიაქმა. თეთრკანიანი მამაკაცი, 26-დან 30 წლამდე. დაახლოებით 175-180 სანტიმეტრი. საშუალო აღნაგობის, მოკლე მუქი თმით. არაფრით გამორჩეული ფართო სახით. ეცვა მუქი ფერის სამოსი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ეკეთა არანაირი ნიღაბი. თავდამსხმელი არ მიუახლოვდა მანქანას შემდეგ. არც ადამიანის შემოწმება, არ წაიღო არც ერთი ნივთი. ის სწრაფად დაბრუნდა ავტომობილში და დატოვა ტერიტორია. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, ვალეხოს პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა სატელეფონო ზარი საჯარო ტელეფონიდან. მამაკაცის მშვიდმა ხმამ თქვა, რომ ის პასუხისმგებელი იყო ბლუ როკ სპრინგსის პარკინგზე მომხდარ სროლაზე.
და დაამატა, რომ მან ადრე ლეიქ ჰერმანის გზასაც მოკლა 2 ადამიანი და ზუსტად მიუდიდა დანაშაულის ადგილას. ამის შემდეგ ზარი უემოციოდ დასრულდა. პოლიციამ მალევე დაადასტურა, რომ ზარში ნახსენები დეტალები ემთხვეოდა რეალურ ფაქტებს. ეს იყო მომენტი, როდესაც ცალკეული საქმეები ერთ მთლიან სერიად შეიკრა. 1969 წლის 27 სექტემბერს დღისით ნაპას ოლქში მდებარე ლეიქ-ბერიესის სანაპიროზე პიკნიკისთვის დასხდნენ სესილია შეფარდი და ბრაიან ჰარტნელი. გარკვეული დროის შემდეგ მათ მიუახლოვდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა შავი სამოსი და ნიღაბი, რასაც გამოსახული იყო თეთრი წრე ჯვრის სიმბოლოთი. ის, რასაც მოგვიანებით ზოდიაქოს ნიშნად გაიცნობს ამერიკა. მამაკაცმა მშვიდი ხმით დაიწყო საუბარი. ის ამტკიცებდა, რომ ახლახან ციხიდან გაიქცა და ფული და ავტომობილი სჭირდებოდა მექსიკაში გასაქცევად. ეს საუბარი წინასწარ იყო დაგეგმილი. ზოდიაქოს სურდა მსხვერპლს ეგზნო, რომ მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრებოდა და უბრალოდ აყაჩაღებდა. ამის შემდეგ კვლავმა ორივეს მიწაზე დაწოლა მობრძანა, რის შემდეგაც აიღო დანა და დაიწყო ჭრილობების მიყენება. სესილია შეფარდი საავადმყოფოში გადაყვანა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ბრაიანის გადარჩენა კი შეძლეს მედიკოსებმა. მოგვიანებით მან პოლიციას დეტალურად აღუწერა თავდასხმელის გარეგნობა, ხმა, საუბრის მანერა და კიდევ ერთხელ გაამყარა შედგენილი ფოტორობოტი. თავდასხმელმა დანაშაულის შემდეგ არ იჩქარა გაქცევა. მან მსხვერპლთან ავტომობილთან მივიდა და კარზე დატოვა წარწერა, სადაც მიითებული იყო თავდასხმის დრო, წინა 2 დანაშაულის თარიღები და ზოდიაქოს სიმბოლო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მკვლელმა ფიზიკურად დატოვა საკუთარი ხელწერა დანაშაულის ადგილზე. შემდეგ მან ტერიტორია დატოვა. მალევე ნაპას ოლქის პოლიციაში შევიდა ზარი. მამაკაცის მშვიდმა ხმამ განაცხადა, რომ პასუხისმგებელი იყო ლეიქ-ბერიესაზე მომხდარ თავდასხმაზე. მან ზუსტად აღწერა ადგილი და დაამატა, რომ ის ადამიანი საუბრობდა ზუსტად, ვინც ადრე წერილებს წერდა პოლიციაში. პოლიციამ სწრაფად დაადასტურა, რომ ზარის დეტალები ემთხვეოდა რეალურ ფაქტებს. 1969 წლის 11 ოქტომბრის ღამით სან-ფრანცისკოს უბანში, პრეზიდიო ჰაისტში, ტაქსის მძღოლი პოლ სტაინი ჩვეულებრივ რეისს ასრულებდა. მგზავრი, რომელიც ტაქსიში ჩაჯდა, არაფრით გამოირჩეოდა. საშუალო ასაკის მამაკაცი იყო მშვიდი ქცევებით. ტაქსი გაჩერდა საცხოვრებელ კვარტალში, განათებულ ქუჩაზე. ეს დეტალი კრიტიკულია. წინა თავდასხმებისგან განსხვავებით, აქ ადგილი ქალაქის გულში იყო, არა იზოლირებულ სივრცეში. გამოძიების მიხედვით მკვლელობა მოხდა მანქანის შიგნით. დადასტურებულია, რომ სტაინი დაიჭრა თავის არეში, ახლო მანძილიდან. სროლა იყო ერთი, ზუსტი და მომაკვდინებელი. გასროლის შემდეგ თავდასხმელი არ გაიქცა დაუყოვნებლივ. ის მშვიდად გადმოვიდა ტაქსიდან, მიუახლოვდა მძღოლს და ამოიღო მისი პორტფელი და პერანგის ნაწილი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ზოდიაქომ ფიზიკური ნივთით წაიღო დანაშაულის ადგილიდან. ქუჩაზე იმ მომენტში იყვნენ მოწმეები. მეზობელი სახლის ფანჯრიდან დანახული ფიგურა დეტალურად აღწერეს. მოწმეებმა პოლიციას აცნობეს, რომ დაინახეს თეთრკანიანი მამაკაცი, საშუალო ასაკის, რომელიც ტაქსისაგან მოშორებით მშვიდად მიდიოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციამ თავდაპირველად მიიღო არასწორი ინფორმაცია ეჭვმიტანილის კარნის ფერის შესახებ, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის ამ საქმეში. სწორედ ამ შეცდომის გამო საპატრულო ეკიპაჟმა ეჭვმიტანილი გაატარა და ყურადღება არ მიაქცია. მკვლელმა ტერიტორია ფეხი დატოვა და სავარაუდოდ პრეზიდიოს პარკის მიმართულებით გაუშინარდა. რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთებს მიუვიდა წერილი, სადაც ავტორმა პასუხისმგებლობა აიღო პოლ სტაინის მკვლელობაზე. წერილს ერთვოდა სტაინის პერანგის ნაწილი, მტკიცებულება, რომელიც საბოლოოდ დაადასტურა ზოდიაქოს მონაწილეობა. ამ წერილში ზოდიაქო პირდაპირ დასცინოდა პოლიციას და ახსენებდა, რომ იგი მოწმეობის თვალწინ წავიდა. პოლ სტაინის მკვლელობა იყო ზოდიაქოს ყველაზე თამამი ნაბიჯი. ის აღარ იმალებოდა სიმნელეში. ის მოქმედებდა პირდაპირ საზოგადოების თვალწინ. პოლ სტაინის მკვლელობის შემდეგ ზოდიაქომ მკვლელობები აღარ ჩაიდინა. ყოველ შემთხვევაში დადასტურებულად მაინც. მაგრამ ის არ გამხრალა მაშინვე. მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში ის კვლავ აგზავნიდა წერილებს, დამცინავი ტონით, მუქარებით და ახალი კოდებით. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. თუ მას, როგორც სერიული მკვლელების უმრავლესობას, მკვლელობა სჭირდებოდა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ რატომ შეცვალა ქცევა წერილებით? ამის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ზოდიაქომ ახლოს იყო დაჭერასთან. საქმეში უკვე არსებობდა ძალიან ბევრი მოწმე, რომლებმაც ინფორმაცია მოაწოდეს მკვლელობების შესახებ. ბოლოს ჩადენილმა დანაშაულმა კი ასმაგად შეაშფოთა როგორც სამართალდამცველები, ისე მოსახლეობა და სერიულმა მკვლელმა შეიძლება იფიქრა, რომ მეტი გარისკვა აღარ იყო საჭირო. დაკმაყოფილდა მიღებული ყურადღებით. ზოდიაქოსთვის მკვლელობა შეიძლება არ ყოფილიყო მთავარი მიზანი. მის წერილებში აშკარად ჩანს, რომ მას სჭირდებოდა საზოგადოების და მედიის ყურადღება, შიში და პოლიციის დამცირება.
ჩვენება ყველასთვის, რომ კანონზე მაღლა თვითონ იდგა და როდესაც მკვლელობების გარეშეც იღებდა ამ ყველაფერს, მისთვის ფიზიკური ძალადობა აღარ იყო აუცილებელი. ამას ადასტურებს დაზარალებულების ჩვენებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ზოდიაქო არ განიცდიდა ემოციურ ან სექსუალურ აღდგინებას. პროცესის დროს არ იღებდა სიამოვნებას. არა, მას უბრალოდ სჭირდებოდა საზოგადოების ყურადღების მიქცევა და ეს ხზე ყველაზე მარტივი იყო თავისი მიზნის მისაღწევად. და ამიტომ თითქოს ავტორმა საკუთარი თამაში კმაყოფილმა კალამი გადავა. სეობს ვერსია, რომ მან შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, შექმნა ოჯახი, ან წავიდა სამხედრო სამსახურში. ეს ვერ დასტურდება, თუმცა მსგავსი შემთხვევებით ცნობილია სხვა სერიული მკვლელების ისტორიებიდან. კიდევ ერთი რეალისტური სცენარი, რომ ზოდიაქო გარდაიცვალა, ან დააპატიმრეს ოღონდ სხვა დანაშაულისთვის. ზოდიაქოს ბოლო წერილი ოფიციალურად 1974 წლით თარიღდება. ამის შემდეგ წერილებით შეწყდა მუქარების და თამაში, რომელიც მას ასევე უყვარდა. ზოდიაქოს მკვლელი გახდა სიმბოლო, არა მხოლოდ დამნაშავისა, რომელიც მართლმსაჯულებას გაექცა, არამედ პიროვნების, რომელმაც სისტემა დაამარცხა. ეს ისტორია გვაჩვენებს, თუ როგორ მოახერხა ერთმა ადამიანმა სისტემის დამარცხება. პოლიციის შეცდომებმა, დროის ეპოქამ და შემთხვევითობამ მკვლელს მისცა შანსი უკვალოდ გამქრალიყო. კითხვა ბევრია, თუმცა ამ კითხვებზე პასუხის გამცემი ცოტა თუ დადის ამ ქვეყანაზე. შენ რას ფიქრობ? ვინ იყო სინამდვილეში ზოდიაქო? გამორჩეული გონების ადამიანი თუ უბრალოდ იღბლიანი დამნაშავე?